ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე თბილისში რევაზ თაბუკაშვილის 51 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია იწყება. საცხოვრებელი სახლი, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა მძიმე მდგომარეობაში. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შენობა, რომელიც დედაქალაქის ისტორიის ნაწილია, ავთენტური სახით აღდგება. ამის სამარცემ მცხოვრები ოჯახები, რომელთაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ აქვთ, მერიამ ქირით უკვე გაიყვანა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2029 წელს უნდა დასრულდეს. ეს შენობა თბილისში რევაზ თაბუკაშვილის 51 ნომერში მდებარეობს. მისი ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. ორსაუკუნოვანი საცხოვრებელი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამჟამად ის ავარიულია და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. წლებთან ერთად ის 3 წლის წინ გაჩენილმა ხანძარმა კიდევ უფრო დააზიანა. ისტორიული შენობა დღეს ასე გამოიყურება, თუმცა თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 200 წლიანი ისტორიის მქონე სახლი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ამ შენობის სრული რეაბილიტაცია იწყება. განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან. რაც შეეხება სარესტავრაციო პროექტს, იგი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს, კერძოდ ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია, სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით, აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები. თითოეულ ორნამენტზე, თითოეულ დეტალზე იქნება განსაკუთრებული ყურადღება. თაბუკაშვილის 51 ნომერში მდებარე სახლი კერძო პირების საკუთრებაშია. მას 25-მდე მესაკუთრე ჰყავს. მძიმე მდგომარეობის გამო ბევრი მათგანი ამის სამართზე ცხოვრებას ვეღარ ახერხებს. პროექტის მიხედვით ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას 3 წელში შეძლებენ, სადაც სრულად რეაბილიტირებული და განახლებული გარემო დახვდებათ. კულტურული მემკვიდრეობის ორსაუკუნოვანი ძეგლი ასეთი იერსახეს მიიღებს. კერძო საკუთრება არის როგორც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი, ძირითადად ცხოვრობს მოსახლეობა, დაახლოებით 25-მდე მესაკუთრეა წარმოდგენილი ამის სამართზე და მათი საკუთრება არის სასოფლო სპინა. თაბუკაშვილის 51 ნომერში მდებარე შენობის მცხოვრებლების უმრავლესობა, ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს, ქირით არის გაყვანილი. რამდენიმე წელია მათ საცხოვრებელი ფართის გადასახადს თაწმინდის გამგეობა უხდის. ეს სახლი არის მემკვიდრეობა ძეგლი არის, რომელიც დაიწვა 3 წლის წინ და მერე კიდე გაუბედურდა ამ წვიმებისგან. და ეხლა არის ძალიან ავარიული და ძალიან მადლობელები ვართ, რომ მიხედეს და ჯერ ესეც შეინარჩუნეს კულტურული მემკვიდრეობა და მერე კიდე ადამიანებს გვაქვს სახლკარი. თაბუკაშვილის 51 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით 2029 წლის მარტში უნდა დასრულდეს. ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯება.